ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ნუნა სამხარაძე, ორი შვილის დედა, რომელიც სულ რამდენიმე დღეა დაბრუნდა გერმანიიდან და აი რამდენიმე დღის დაბრუნების ემოციებს მოგვიყვება ახლა პირველი გამოცდილება თქვენი სხვა ქვეყანაში ყოფნის მარტო და თან ბავშვების გარეშე. იყო ღამეები, რომლებიც არ მძინებია საერთოდ. სარკეში ვიხედებოდი. იცახთი რომ მეთქი მე არ ვარ. ფინანსური ვალდებულება კიდევ გაიზარდა დაბრუნების შემდეგ. შეიძლება იმ დროის ანაცხოვრება, რაც და სამწუხაროდ არ. არაფერი არ მიღირს, ყველაფერს დავთმობ, ოღონდ ისინი ბედნიერები იყვნენ, თუმცა ამ სიმძიმე ადამიანს რო ესე ფიზიკურად იკაჩები, კაცი იყო, ვისთვისაც უნდა მოკევლოს. იმდენად ეკონომიას აკეთებდა, ამბერსის მარტო იყავით თან. ხოლო და მოხდან ერთად უცხო ადამიანს. ხო ადამიანთან მარტო. დასვენების დღე იყო? არა. პირველ რიგში რაც მინდა რომ გითხოთ, როგორი არის ის პირველი ემოციები დაბრუნების, პირველი შეხვედრა თქვენ შვილებთან, იმიტომ რომ დავიწყე იმით წარდგენა თქვენი, რომ ორი შვილის დედა ხართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ. პირველი შეხვედრა იყო ძალიან ემოციური, განსაკუთრებით პატარასთვის. გამომდინარე იქიდან რომ მისთვის იყო სიურპრიზი. მელოდებოდა დილას და დაუბრუნდი საღამოს. და ეს ყველაფერი ჩემს უფროს შვილს ხოვე რომ ესახა ვიდეოზე. სხვათა შორის ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეოსაც. ძალიან ემოციური იყო. შევდივარ, არ მელოდება და ჯერ შოქშია. მიყურებს, ვერ აღმიქვავს რომ მე ვარ. და უცებ მერე წამოხტება და იქ იყო ძალიან ბევრი ცრემლების სიხარულის. დიდი ხანი დაგჭირდა ადაპტაციისთვის ალბათ ვფიქრობ. მე მგონი ახაც გადიხარ. მე მგონი ახაც გავდივართ კი, იმიტომ რომ დილას რო ვიღვიძებთ კიდე არ გჯერა რომ ერთად ვართ, ერთად ვსაუზმობთ პირობითად და ვემზადებით მერე სკოლისთვის და დედა წამომყევი, დედა ხო გამომყვები, დედა ხო დამხვდები, დედა ესე, დედა ისე, აი მთლიანად მთელი გრაფიკი გაწერილი მაქვს მის დღეზე აბსოლუტურად. ერთადერთი თავისუფალი დრო მაქვს, როცა სკოლაშია. გაგოთილებს. თქვენი შვილებისთვის ქონდათ პირობა მიცემული, რომ 1 წლის შემდეგ დაბრუნდებოდით და არ დარჩებოდით იქ. დიახ, ეს პირობა იყო მთავარი, რისთვისაც მე დავბრუნდი. აი, პირობითად რო ვთქვათ, რო ყოფილიყო ჩემი უფრო პატარაზე გავაკეთებ აქცენტს, რა თქმა უნდა, უფროსისთვისაც პირობაა, მაგრამ ვთქვათ, რომ ერთი შვილი ყავთ 10 წლის, მეორე ხო, ერთი 10 წლის არის და უფროსი ზრდასრულია უკვე 18-ის. პატარას უფრო ემოციური ფონი მეტად მაღალი აქვს, ესე რომ ვთქვათ, ძალიან ემოციურად გამოხატავს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ეს სიხარულია თუ პროტესტია თუ რაც არის, ყველაფერს გამოხატავს ემოციურად და ერთადერთი ადამიანი ვარ მის ცხოვრებაში, ვინც მეტნაკლებად გაგებით ეკიდება მის ემოციებს. ანუ მე ვსწავლობ მის ემოციებს და შემდეგ ამას განვიხილავთ სიღრმისეულად. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს პირობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შემესრულებინა. შუალედშიც მინდოდა წამოსვლა და მე ვიფიქრე წავალთქომ, თუმცა არ არის ეს წელი ის დრო, რომ რაღაცებისთვის გეყოს. 1 წელიც კი ხშირ შემთხვევაში და როგორც გამოცდილება უხშენ ქვეყანაში ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ დაბრუნდით. კი, და აქედან გამომდინარე, მისთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო, რა თქმა უნდა და ჩემთვისაც, რომ მე შევძელი და ეს პირობა შეუსრულე განსაკუთრებით მას პატარას, თუმცა დიდიც არანაკლებ ემოციაში იყო. ამ პირობის შესრულება თქვენთვის აი ემოციურად რაღაც პასუხისმგებლობა იყო და მეორე მხრივ იყო რაღაც თავგანწირვა, რაღაც გეგმების გადაწევა იყო, ხო? აი რა შეელიეთ ამ პირობით? ფინანსური ვალდებულება კიდევ გაიზარდა დაბრუნების შემდეგ. კიდევ მიწევს ახალი ვალდებულებების აღება, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ამას არ შეუშინები ვარ. პირიქით, ჩემი შვილები არიან
ყველაზე დიდი სტიმული ჩემ ცხოვრებაში, რისთვისაც მე უფრო ძლიერი უნდა ვიყო და უფრო მეტი უნდა შევძლო, უფრო მეტი უნდა ვისწავლო, უფრო მეტი უნდა გავაკეთო და უფრო მეტი უნდა ვაშენო ცხოვრებისეულად მათთან ერთად, რა თქმა უნდა. თუმცა სამწუხაროდ ხდება ისეც, რომ ზოგჯერ გვიწევს ეს დისტანცირება. ეს ფინანსებია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც წახვედით, ხო? როგორ აკეთებთ არჩევანს? დედობის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თქვენთვის უფრო ესეთი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. რატო და შემდეგ როგორ ანაწილებთ იმას, რომ ფინანსებში არა ისახოს ეს ისე ძალიან, რომ კიდე გიღირდეთ? იცით რა არის ეს პერიოდი მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათ საერთოდ გავატარო. მაქსიმალურად. ჩემი უფროსი შვილი მუშაობს ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ აქვს ბევრი თავისუფალი დრო ხოლმე დღის განმავლობაში და სანამ ერთად ვართ, ერთად ვართ, ესე რომ ვთქვათ რა, ერთად ვატარებთ იმ დროს, რაც გვაქვს თავისუფალი. შეიძლება იმ დროის ანაცხოვრება, რაც და სამწუხაროდ არა. არაფერი არ მიღირს, ყველაფერს დავთმობ, ოღონდ ისინი ბედნიერები იყვნენ, თუმცა ცხოვრებისეული ვალდებულებები გვაიძულებს, რომ გქონდეს ფინანსური სტაბილურობა და სამწუხაროდ დგება მომენტები, როცა ფინანსური სტაბილურობის გამო გვიწევს დისტანცირება შვილებისგან, შორს წასვლა მათგან და მადლობა ღმერთს, რომ დღეს არსებობს კომუნიკაციის ისეთი წყარო, რის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს და ეს რაღაცით ძალიან მცირეც, მაგრამ რაღაცას აკეთებს. იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს ესე ემოციური კავშირი უწყვეტად. თქვენ როგორც დედა არ დაკარგეს და ყოველდღიურად ჩართული ხართ, იქიდანაც ჩართული იყავით მათ ცხოვრებაში, თუნდაც სასკოლო ცხოვრებაში, თუნდაც სხვა მაქსიმალურად ვცდილობდი. ჩატში ვზივარ ფაქტიურად 24/7 არ ვიცი, იქიდან განსაკუთრებით. ნუ ხა აქ კიდევ შემიძლია მივიდე სკოლაში რაღაც უშუალოდ ჩავერთო სიტუაციურად, მაგრამ იქიდან სულ მიწევდა ვთქვათ მასწავლებელთან კომუნიკაცია, დარეკვა, იყო ეს თუ მიწერა, იყო არ ქონდა მნიშვნელობა, პლუს მშობლებთანაც რო ყურადღება მიექციათ, ექსკურსიაზე წავიდა, მე არ ვიყავი და იქაც იყო დაძაბული ვიყავი ძალიან მინერვიულე, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, როდესაც დედა შორდება შვილს, ყველაზე მეტად აისახება ემოციურ მხარეზე და რაში. ბავშვი ცდილობს თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში და არის მის ბევრი რაღაც. თითქოს საზოგადოებისგან, ან თავის საზოგადოებაზე ვსაუბრობ, მაგალითად კლასელებისგან. თითქოს რაღაც ცალკე პიროვნება ეს და ის კლასი ცალკე. თვითონ გრძნობს ბავშვი ამას ალბათ, ხო? თუ გარემოდან მოდის. მაგალითები თუ შეგიძლიათ მითხრათ, რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად ამ? რო ვეკითხებოდი მაგალითად, როგორ ჩაიარა დღე სკოლაში. ან ვეკითხებოდი, ვისთან გაქვს უფრო მეტად ურთიერთობა, ვისთან მეგობრობ, გოგოებთან თუ მეგობრობ. არავისთან. ყველასთან ერთნაირად. რა ვიცი? პასუხები იყო ძალიან ზერელე და ძალიან იცით როგორი, უინტერესო. თითქოს არც უნდა მეკითხა, მსგავსი შეკითხვა, არც უნდა დამესვა. მე რო შევხედე, ხა რომ მივედი, რომ ჩამოვედი და შევედი სკოლაში და რომ შევხედე სიტუაციურად ისეთ ბავშვებთან მეგობრობს, ძირითადად, ვისაც არ ყავს ერთი მშობელი მაინც. მე ხო ვიცი იქ კლასელებიც და გარშემო პარალელურ კლასელებს და ბავშვსაც ეთყობა. თქვენ მიმართ თუ ქონიათ ბავშვს პრეტენზია, კითხვა, შენ რატო არ ხარ ჩემ გვერდით? წერილი გამატანა. რომ მივდიოდი, მე უნდა ამდგარიყავი 5 საათზე, რომ გავყოლოდი ავტობუს ქუთაისამდე. და ვერ გაგაღვიძებ მეთქი უთხარი რა და ღამე გქონდა ესე რომ ვთქვათ საუბარი დამშვიდობების პატარა ესეთი მონაკვეთი და კაიო დედაო თუ გამეღვიძაო გაგაცილეფო და თუ არაო და მაშინ არა უშავსო. ნუ გადაიტანა კაცურად რა ესე რომ ვთქვათ და
დილას რო ავდექის წერილი ჩაუდია ჩემს იმაში რაც მქონდა კონვერტი კი არა პაპკა მქონდა გამზადებული საბუთები ხო და იქ ჩაუდია იმიტომ რომ იცოდა რომ იმას ჩანთაში ჩავიდებდი და რო ჩავედი უკვე გერმანიაში და რო მოვედი აზრზე დავიწყე ამოლაგება ჩემი ნივთების სადღაც მეორე დღეს თუ მესამე დღეს წავიკითხე ეს წერილი სადაც ეწერა მე არ მინდა შენი ფული მე მჭირდება გვერდით დედა პროტეში ეს იყო წერილში და ეს იყო თან თქვენი პირველი მეორე დღე იქ ჩასვლა. ისედაც რთული იყო ის ორი დღე ადაპტაციისთვის, იმიტომ რომ არ ვიყავ ცოდი სად ვიყავი, როგორი დილა უნდა დამეწყო, პირობითად როგორი რუტინა ჰქონდა იმ ოჯახს, სადაც ჩავედი კონკრეტულად იმ მოხუცრისთანაც მივედი. და ამ ყველაფერთან ვცდილობდი გზადაგზა მესწავლა, გამკლავებოდი და პირველი ორი კვირა იყო ღამეები, რომლებიც არ მძინებია საერთოდ. რეალურად მოხდა არაფერი არ ჭირდებოდა ღამე, მაგრამ მე მეგონა რომ ჭირდებოდა. პატარა დაცემინებაზე თუ წამოხვალებაზე ჩავრბოდი, თუმეტეს ჩემი 4 იყო მეორე სართულზე, მოხუცი იყო პირველ სართულზე. მომიწია სიბნელესთან გამკლავება, იმიტომ რომ ეს ადგილი იყო ტერიტორიულად ფერმერების სოფელი იყო ან დასახლება, სადაც წარმოიდგინეთ სახლი დგას უკან არის ტყე სრულიად არაფერი არ არის გაშემო მინდორი ტყე არაფერი და მეორე სახლი ან მეზობელი პირობითად ჩვენ როგორც ვეძახით დგას სადღაც 1 კილომეტრის იქით მოშორებით. ყველა სახლი იდგა ესე. სრული ვაკუუმი. არაფერი არ ისმის საერთოდ გარდა იმისა, ერთი რაც მე სიამოვნა იქ იყო, დილას ჩიტების ჭიკჭიკზე მეღვიძებოდა და ეს იყო ჩემთვის ერთადერთი რელაქსი ალბათ იმ რთული ღამეების ფონზეც და დღეების ფონზეც თავისთავად და ანუ სანამ გონზე მოვიდოდი შუქები ყველგან ანთებული აბსოლუტურად ოთახში მის მქონდა რა ქვია ღამის ლამპა მქონდა იმასაც ანთებულს ტოვებდი ფანჯარა დახურული კარები მოხურული ყველაფერი თითქოს აი ვიკეტებოდი მაქსიმალურად ყველაფერი გასაღებით გადარაზული რომ აი იმის შიში მქონდა რომ ნუ რაღაც სიბნელე იყო და ძალიან მარტო იყავით თან ხო და მოხდან ერთად უცხო ადამიანთან მარტო სიბნელის გადალახვა მომიწია შიშთან გადალახვა მომიწია ყველაფერთან მომიწია აბსოლუტურად მარტოს გამკლავება და ეს ადაპტაციის პერიოდი ამ კონკრეტულ ერთ ოჯახში გაგრძელდა რამდენიმე თვე ხო როგორი გამოცდილება იყო ესეც საკმაოდ საინტერესოა პირველი გამოცდილება თქვენი სხვა ქვეყანაში ყოფნის მარტო და თან ბავშვების გარეშე. იყო ვიტყოდი რომ ანუ სტრესის მიუხედავად პლუს ამ სტრესის ფონზე დამემართა კანის პრობლემები დამეწყო. ანუ წამოვიდა კანის პრობლემა, წყალმომცა რეაქცია თან ანუ შინაგანი მდგრადობაც ალბათ წინაღობაში იყო, არ ვიცი. სარკეში ვიხედებოდი. ბოლოს ვიძახდი რომ მეთქი არ ვარ. აქ სხვა მიყურებს. თვითონ ის ოჯახი როგორ შეგხვდათ, როგორ მიგიღოთ, გაუცხოება თავიდან იყო თუ არა, კულტურული შოკი გექნებოდა თქმა უნდა. კი, იყო, თუმცა ნახეთ იქ იცით რას აქცევენ ყურადღებას. ღიმილი ეს არ უნდა გავიწყდეს არასოდეს და ღიმილი რა ვიცი ზოგადად მე მაღაზიაში შევდი რომ ისახითლად ჩემი სავიზიტო ბარათივი თუ აქ მოკლედ და რომ მოვიდნენ გასაცნობად ძალიან ჩვეულებრივად ნორმალურად უბრალოდ ვამჩნევდი რომ იყო დაძაბულობა ცოტა დაძაბულობა იმათი მხრიდან იმიტომ რომ მე ვიყავი ახალი
არ იცოდნენ ვინ ვიყავიდან, დობის პრობლემა აქვთ თან ძალიან. მაგრამ რო გამიცნეს მერე და შემეჩვია თვითონ მოხუცაც უჭირდა ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ რომ მიხვდა მერე რომ მე მისთვის თან ბევრჯერ უთხარი თარჯიმანის დახმარებითაც, ისედაც თქვენ ენა არ იცოდით? არა. ენაც არ ვიცოდი, მაგრამ დამეხმარა ინგლისური. ვიცოდი მხოლოდ ინგლისური საკომუნიკაციო და გერმანულიდან რამოდენიმე სიტყვა, რაც ნასწავლი მქონდა აქედან. წინასწარ ემზადა. წინასწარ, ხო, იმიტომ რომ ბიოგრაფია უნდა გვცოდნოდა აუცილებლად ჩვენი იმენაზე. და გაცნობითი ხასიათის რა, რაც იქნებოდა, თუმცა იგრე ჩავედი. და გავიწყდათ ეს სიტყვების, როგორც არა, აი, თქვენ წარმოიდგინე, იმ ხელა სტრესი იყო, რომ რვეული რო გადავშალე და ვიფიქრე რომ მეთქი ცოტა გავიხსენებ მეთქი რაღაცა თითქოს გადაიკეტა ყველაფერი აი აღარაფერი აღარ შედიოდა თავში ვერც ერთ სიტყვას ვერ აღვიქვამდი ნაცნობად აბსოლუტურად უბრალოდ დამეხმარა ეს ოჯახი რომ მოვიდა ინგლისური იმიტომ რომ იმათმაც ცოტა იცოდნენ რაღაც და აზრებს ასე ვცვლიდით რა მაგრამ აი ბებოს რაც შეეხება ბებოს ბევრჯერ ნუ თარჯიმანს ვიყენებდი ტელეფონში რა თქმა უნდა რომ ან ამიხსნა იმისთვის რომ მე იმიტომ ვიყავი რომ მას დავხმარებოდი იმიტომ საკმაოდ ჯიუტი პიროვნება იყო თითქოს არ ღებულობდა და არ ღებულობდა შეგან არაფერს საერთოდ და მე სულ აი ამ ფსიქიკური ჭიდილი მიწევდა ესე რომ ვთქვათ რა ანუ უნდა გამეღიმა თან უნდა შემესწავლა პიროვნება რომ არ ვიცოდი რაზე რეაქცია ჰქონდა ლოგიკურად თან ამ ოჯახში იყავით 24/7-ზე ხო? დასვენების დღე იყო? არა დასვენების დღე იყო მე მგონი ორ კვირაში ერთხელ იყო ისიც როგორი სახით იცით მოხუცი მიდიოდა მოხუცებულთა ბაღი ერქვა ესეთი რაღაც სადაც იკრიბებოდნენ თავისი ასაკის ადამიანები და რო აკითხავდა ტაქსი და მიყავდა მე გამზადებულს ვახვედრებდი დილას რა თქმა უნდა ეს ჩანთა ჩალაგებული რომ მიყავდათ ის დღე იყო ჩემთვის თავისუფალი დღეც არ იყო ანუ საათი რამდენიმე სანამ დილას წაიყვანდნენ საღამოს მოყავდათ ესე 5-ზე უკვე 5:30-ზე უკვე სახლში იყო და ეს რომ მქონდა თავისუფალი და რას ვაკეთებდი გამოვყავდა ველოსიპედი გარაჟიდან და იმ ტერიტორიას სრულად ვლაშქრავდი იმდენად ველოსიპედმაც მიშველა სხვათა შორის ძალიან მიშველა მე იქ ბუნებაში გავედი სეირნობდი მე მოხუცსაც ხო ვასეირნებდი თან ისეთი ამინდები იყო უკვე აპრილი მაისი უკვე მზები იყო და რაღაცა იქ ისეთი სასიამოვნო ამინდებია მაგ დროს რა არც ხელა მაგრამ კარგი ამინდებია ამან ბევრად მიშველა იმ სტრესის დაძლევაში, რასაც იქ გადიხარ. თუმცა იმ შეგუების პერიოდის შემდეგ მოგიწიათ სამსახურის გამოცვლა, ხო? ესეც რთული იქნებოდა იქ სამსახური ჯერ იშოვა, დაიწყო, გაშინაურდა და შემდეგ კიდევ ახალი ოჯახი ნახო. აი მაგ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად მე მიყვარს მრავალფეროვნება და მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან. მიყვარს მათი როგორ თქვა ხასიათის პიროვნების შესწავლა ჩემი რაღაც ეს ჩემია ეს რაღაცნაირად მომწონს ურთიერთობები მომწონს თქვათ აზრების გაცვლა იმათი მოსმენა ჩემი მოსმენაც შესაბამისად მაგრამ აქ როგორ მოხდა იცით სრულიად შემთხვევით მოხდა ჩემი მეგობარი მიდიოდა საქართველოში და იყო ბაბუსთან სახლში და მითხრა რომ მე აქ ისე ანუ ბევრი დატვირთვაო აქ არ არისო არ გიქნებაო ბევრი დატვირთვაო და მე რო ვიციო ახლა შენ რა სიტუაციაში ხარო მინდაო რომ აქ დაგტოვო რომ წავალო რა სიტუაცია იყო ესეთი რასაც რის გამოც მოგინდათ შეცვლა ეს ქალბატონი ვისთანაც პირველად ვიყავი ვისთანაც პირველად შევედი. ნუ ერთის მხრივ ხო ხასიათობრივი ის ქონდა რა ქვია ჭირვეულობა, პრეტენზიები, ესე რა ვთქვათ და
თან იყო ძალიან დიდი ქალი იყო, ანუ სიმაღლეშიც, წონაშიც და ვერ დადიოდა. მას ჭირდებოდა დახმარება, გადაადგილებაში კი იყო იქ დამხმარე საშუალებები, თუმცა როდესაც იყო წამოწოლი მდგომარეობაში, მას ჭირდებოდა წამოყენება. ფიზიკურად კი ფიზიკურად, რა თქმა უნდა, აი ამ სიმძიმე ადამიანს რო ესე ფიზიკურად იკაჩები, თან დღის განმავლობაში რამდენჯერმე არის ძალიან რთული. არ არის მარტივი. მე ბოლო პერიოდში უკვე გრძნობდი რომ მოუხშირა, იმიტომ რომ იქ როგორ არის იცით, დღეებიც კი რო ემატება მოხუც უკვე აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გიწევს ყოველდღიურად რაღაცა ახალთან გამკლავება. არის ეს ფსიქოლოგიური მომენტი, არის ეს ფიზიკური მომენტი და ყველაფერი ამის გადალახვა გიწევს. ცხადია. და იმდენად ეკონომიას აკეთებდა, ანუ პამპერსის ესე რომ ვთქვათ, რომ არ უნდოდა, რომ ის ამაყი პიროვნება იყო და ალბათ ამასაც ფიქრობდა, რომ უნდა წასულიყო საპირფარეშოში. და წარმოიდგინე ხა დღეში 7-ჯერ, 8-ჯერ, ზოგჯერ 10-ჯერ, რა ვიცი, ვერ ვითვლითი, მიწევდა ამის მოკაჩვა. და ბოლო პერიოდში უკვე დამეწყო ხერხემლის ტკივილი და ჩვენ ამ ემოციებს ვერავისთან ვერ ვსაუბრობთ. იქ ყოფი ადამიანები, ვერავისთან გულისხმობ, ოჯახი რო გირეკავს და გეკითხება როგორ ხარ? კარგად. ანუ იღიმი ეკრანზე და ამბობ, რომ კარგად ხარ. კი, ძალიან კარგად ხარ. მაგრამ იქ ვერ იტყვი სინამდვილეში რას გრძნობ, რამე თუ გტკივა, ერთხელ დამცდა შემთხვევით ონლაინ ჩართვის დროს ბავშვმა დამირეკა და აუ მეთქი დე თავი მტკივა თქო ხა თქო რა და მოდი მეთქი ეგ მერე გავაკეთო თქო რა რაღაცის დახმარება მთხოვა და თავი რატო გტკივა? უცებ დედაჩემი, საიდან გაჩნდა არ ვიცი. წარმოიდგინე იმისთვის ესეც კი წარმოუდგენელი იყო, რომ მე თავი რატომ მტკიოდა თავი, მაგრამ თავის ტკივილი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ იქ გავდივართ. და უკვე ხერხემლის ტკივილები რომ დამეწყო ბოლოს, ხო, იცოდა, ეხლა ჩემმა მეგობარმა ვისთანაც უშუალოდ 24 საათი 7-ზე მიმოწერა გქონდა, კონტაქტი გქონდა, რაღაცა რო გჭირდებოდა, ხან ის მეკითხებოდა, ხან მე ვეკითხებოდი, ესე რაღაცნაირად გაგვყავს იქ ერთმანეთი. ვისთან შეგიძლიათ გააზიაროთ ის ემოციები, რასაც ოჯახში და სხვა ოჯახში ვერ აზიარებ. და იმან რომ იცოდა ეს ჩემი, ესე ვთქვათ, ყოველდღიური რუტინული დეტალები და ასე შემდეგ, ხო, იმიტომ მითხრა, რომ აქ არ გექნება ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმე და მე მაინც მიწევს წასვლა და აქ შენზე უკეთეს მაინც ვის დავტოვებ. თუმცა ეს მეორე თქვენი ოჯახი მამაკაცი იყო, ვისთვისაც უნდა მოგევლოთ და ეს ამ ამბებს როცა ვიგებ, რომ მამაკაცის მოხუცის მოვლა უწევთ ქალებს, ამის მეგონია, რომ ძალიან დიდი სირთულეა, რასაც აწყდებიან ქალები. კი, იმიტომ რომ მე რო შევედი მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რომ არ მექნებოდა ფიზიკური დატვირთვა და მექნებოდა ბევრი თავისუფალი მეტად დროც და დასვენების დღეებიც და აი ყველანაირად მორგებული აბსოლუტურად გრაფიკი. ჩემთვის რთული იყო იმ ყველაფერთან გამკლავება, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფერისა მაინც მამაკაცი იყო. კი ვუყურებდი როგორც ვთქვათ ბაბუ, მაგრამ არა, იქაც იყო ფსიქოლოგიური ჭიდილი. იმიტომ რომ თუ მეთქი კიდე უნდა გამოვიცვალო სამსახური, ალბათ მეთქი ისევ ბებოსთან შევალ, მეთქი მიჩვენია თქო, ნუ მაინც ქალია თქო რა და ეს არ იქნებოდა მხოლოდ თქვენი მხრიდან ფსიქოლოგიური პრობლემა. რა თქმა უნდა. თუ მეორე მხრიდან არ არის რაღაც ისეთი, რომ შენ გზღუდავს პირობითად, ხა ჩემი თქო არ მოვიგონ რაღაცას. იმიტომ რომ ამ ადამიანს სჭირდებოდა ისეთი ვიღაც ვინც გაუწევდა პარტნიორობას, ესე რომ ვთქვათ, აი საუბრებში სეირნობის დროს, აი არ ცოცხალი თავით არ გამოჰქონდა როლატორი.
გარეთ. უნდა გვევლო ხელკავით. ფიზიკური შეხების დონეზე წარმოადგენდა თქვენთვის პრობლემას და მისთვის მოთხოვნილებას, ხო? კი. ეგრე იყო. და ამასთანაც რა თქმა უნდა გადალახვა და აი როგორ გითხრათ, იცი, იყო სამუშაო, მაგრამ დელიკატურად ვეცადე რომ ამერიდებინა თავი. ბოლოს ანუ რო შევხედე რომ მე თუ დათმობაზე წავიდოდი, ვთქვათ, მე გამიჭირდებოდა უფრო, იმიტომ რომ იმისთვის კომფორტი იყო. რა თქმა უნდა და დელიკატურად ერთ-ერთი საუზმის დროს რომ დავასრულეთ და უნდა გაგვესეირნა უთხარი, მეთქი თუ წამოიღებთ როლატორს, ჩვენ გავისეირნებთ. თუ არა და მე ვერ დაგთანხმდებით მეთქი გასეირნებაზე თქო. ოღონდ იმას კი არ უფიქრია ის რომ მე თავიდან ავიდე ვთქვათ ეს მაგდენს ნამდვილად ვეღარ იფიქრებ და იმიტომ რომ აღარ ქონდა მაგდენი აზროვნების ლოგიკა. უბრალოდ მე აუხსენი რომ თქვენ მეთქი იღლებით მეთქი ძალიან მალე მეთქი და მე ვერ შევძლებ მეთქი თქვენ რომ დაიღლებით თქვენს პარტნიორობას მეთქი, იმიტომ როლატორი იმისთვისაა საჭირო მეთქი რომ დაეყრდნოთ, ან ჩამოჯდეთ, დაისვენოთ. და ამიტომ მეთქი მიშოვნია მეთქი რომ როლატორით გავისეინოთ მეთქი და ერთხელ რო ვუთხარი დამიჯერა, მეორედ რო ვუთხარი დამიჯერა და ბოლოს უკვე ეს რუტინად ვაქციეთ რა, ასე რომ ვთქვათ. თქვენ შეიძლება ითქვას რომ ესე ძალიან დელიკატურად აირიდეს თავიდან ძალადობა. კი, მაგრამ ამას დაჭირდა რამოდენიმე დღე ალბათ, სანამ შევისწავლე სიტუაციურად თვითონ პროცესი, ანუ დღის რუტინა როგორი იყო და თვითონ პიროვნებაც. უფრო მასშტაბურად რო შევხედოთ, თავარი პრობლემა, თქვენ რისი დათმობა მოგიწიათ აი ამ 1 წლის პერიოდში, რაც იქ იყავით წასული. რასთან ქონდათ შეუგუებობა? ჩემი შვილების არყოფნასთან. პირადი საკუთარ თავთან თავისუფლება? საკუთარი პირადი იყო. ანუ არ მქონდა გასვლა-გამოსვლის სიტუაცია, ვთქვათ, ხშირი. არ მქონდა ის მომენტი, რომ აი მაგალითად ის 2 საათი რაც გქონდა ჩვენ შესვენება უშუალოდ, თავისუფლად მეგრძნო თავი, ვთქვათ, წავსულიყავი ან დამეძინა, ან კაფეში გავსულიყავი, ვერ ვაძლევდი რაღაცნაირად ჩემ თავს ამის უფლებას, იმიტომ რომ მეგონა რომ მქონდა განცდა რომ არ დავტოვებდი, ან ყურადღებას ვაკლებდი, ან რა ვიცი, ან ეწყინებოდა და არ მინდოდა რომ ამის გამოწყენოდა და ის 2 საათი ჩემს აქვს ნიშნავს მეთქი ვიძახდი, მაინც მაგ მეთქი კვირაში 1 დღე მეთქი და რომ გავალ იმას ჩემ აი რომ გავდიოდი უკვე ვგრძნობდი თავისუფლებას, იმიტომ რომ გავდიოდი ქალაქში, რასაც მინდოდა სიტყვაზე ჩემთვის ვყიდულობდი, მინდა კაფეში დავჯდებოდი, ყავას დავლევდი. აი იქ უკვე ჩემ თავთან ვიყავი. სრულ კომფორტში, ესე რომ ვთქვათ. არავის არ ვეკონტაქტებოდი. ის იყო ჩემი. კონკრეტულად. იმ სირთულების მიუხედავად რის გავლაც მოგიწიათ, თქვენ ახლა ისევ დადექით იმ საჭიროების წინაშე, რომ შეიძლება ისევ მოგიწიათ წასვლა და განიხილავთ ხო ამ ყველაფერს. სამწუხაროდ დიახ. დამუშავების პროცესია ისევ ეს თემა. რატომ? აი რო ჩამოხვედით აქ რა დაგხვდათ? აი ჩვენი საუბრის დროსაც ვახსენე, რომ იქიდან სანამ წამოვიდოდი, მაინც გადავხედე ვაკანსიებს აქ. რომ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, თუნდაც მოვლის სფეროში, ან ოჯახში დამხმარე. ანუ ზღაურება იმდენად მიზერულია, რომ არ შემიძლია რო ვთქვა ასე. საუბრობ ჩემს ვალდებულებებთან შეფარდებით, რომ მე ვალდებულებები არ მქონდეს, მე არსად არ წავიდოდი. საერთოდ დავრჩებოდი ჩემ შვილებთან ერთად, ვიქნებოდი როგორც მექნებოდა შემოსავალი, ისე ვიმყოფინებდით. პირობითად ვამბობ, მაგრამ იმ ხელა ვალდებულებები მაქვს, რომ წარმოუდგენელია ამ ანაზღაურებაზე
ვალდებულებებსაც გასწუდე და ამასთან ერთად შვილებს რაც ჭირდება გაუკეთო და ჩემი თავი სადღაც ხომ და იყოს აქ მეც ხომ რაღაც მჭირდება ელემენტარული. და რას ამბობენ ამ ყველაფერზე ისევ ბავშვებს დაუბრუნდეთ? უკვე გამოცდილი აქვთ რა არის? გამოცდილი აქვთ, ძალიან არ უნდათ, რა თქმა უნდა. და განსაკუთრებით პატარა უსვამს ხას ხოლმე, რომ აი იქნება არ წახვიდე. უფროსმაც თავისებურად შემომთავაზა იქ თავისი წინადადება, რომელიც საკმაოდ მისაღები იყო, მაგრამ რესურსულად აქაც არ არის ისე, რომ ახლა იმას ხელფასი რო აქ არ ნიშნავს იმას, რომ მე უნდა დავჯდე და ანუ ვერა შემიძლია მისი ხელფასის ხარჯვა, ესე რომ ვთქვათ რა, ის არის მისი. და ვიცი როგორ მიაღწია ამ ყველაფერს და მე ამას ვაფასებ, პატივს ვცემ, მაგრამ არ შემიძლია ვერ დავხარჯავ იმის ფინანსებს. მე უნდა მქონდეს ჩემი. და აქედან გამომდინარე დავაჯინე ორივენი და ვესაუბრე, რომ მეთქი, აი ცოტა ხანიც მეთქი, რომ აი რაღაცნაირად იქნება იმ კონდიციამდე მაინც მივიდეთ მეთქი, რომ ვალდებულება მაინც რო აღარ მქონდეს, რომ ის რაზეც ვიმუშავებ აქ პირობითად, სულ ჩვენ მოფხმარდეს ის ანაზღაურება და რა გაეწყობაო, თუ ასეო საჭირო ოჯახისთვისო, მაშინო ცოტა ხნით თანახმავართო. და ისევ პირობით აპირებ წასვლას? ისევ პირობით მივდივარ. არ ვიცი, ჯერ კიდევ არ ვიცი წავალ თუ არა, თუმცა კიდევ ხას უსვამ ეს თემა არის ჯერჯერობით დამუშავების საკითხი მხოლოდ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაბიჯია გასათვლელი სწორად, რომ ესე მარტივად არ ხდება ადგედა წახვიდე, იქ ბევრი რაღაც უნდა გათვალო ძალიან. ფინანსური თვალსაზრისითაც და არა მარტო ფინანსური თვალსაზრისითაც არის რაღაც საკითხები, რომლებიც აუცილებლად დღის წესრიგში უნდა იყოს, რომ მე რამე გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი. ქედან რა უყურებთ? ამ გადმოსახედიდან გაძლიერებული ხართ უფრო? დიახ, ზუსტად ამ წრილში განვიხილავ ჩემ თავს მეტად უფრო ძლიერი და ვიტყოდი საკუთარ თავზე გამარჯვებული. ეს შეგრძნება მაქვს ნამდვილად. იმიტომ რომ ჩემი ოჯახი იყო ერთადერთი საყრდენი წერტილი და ერთადერთი მასტიმულირებელი ძალა, რომელიც ყოველთვის მაძლევდა ბიძგს, რომ მე მევლო წინ ყველა დაცემის ან გატეხვის შემდეგ არ ვიცი. რაც სამწუხაროდ ბევრი იყო ჩემ ცხოვრებაში მსგავსი შეგრძნებებიც და ცხოვრებისეული გამოცდილებაც, მაგრამ ეს ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო, რაც ჩემი თავისთვის გავაკეთე. და მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს. ისინი მე დღესაც მიმაგრებენ ზურგს და დღესაც მაქვს მათი იმედი, რომ ყოველთვის ჩემი მხარდამჭერები იქნებიან ნებისმიერ სიტუაციაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ჩემი ემოციების გაზიარებისთვის.